მადლობა მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. დიდი მადლობა მივესალმებით საქართველოს. ხო, აქ მე მგონი არც ერთ ქართულს თავის დაავადების აღარ ახსოვს. და ყველა პირიქით პატივია იყო რუსთაველის გამზირზე მე ნამდვილად გეთანხმები. პატივია რაღაცნაირად თითქოს პატივი გთქვა წილად რომ გაქ შესაძლებლობა იყო რუსთაველის გამზირზე მე ხვდება სოციალურ ქსელში პოსტები, გზავნილების დამოკიდებულება წრომა აქვს ჩვენს ემიგრანტებს რომ აი ამ დღეებში, ამ თვეებში ისინი არ არიან რუსთაველის გამზირზე. რაღაცნაირად დანაკლისიათ ტკივილს გრძნობენ რომ ისინი არ არიან ფიზიკურად აქ და ეხლა როდესაც აქ ხარ თბილისში ხარ გაქვს შესაძლებლობა რომ სახლიდან გამოხვიდე 15 წუთში რუსთაველის გამზირზე იყო რა ყოველი დღე დაბადების დღე არის ეხლა ვიბძვით რუსთაველის გამზირზე შეგვიძლია დგომა. კი რა ხდება ეხლა ხდება ის რაც ალბათ გასაგებია ბევრისთვის მაგრამ გაუგებარი იყო როგორც ჩანს ბიძინასთვის იმიტომ რომ ის შეეხო ქართველისთვის აი გენეტიკურად განპირობებულ განსაზღვრულ რაღაცა მოთხოვნას აი გენეტიკურ მოთხოვნას შეეხო იყოს განვითარებული სოფლიოს ნაწილი. აი ეს მოთხოვნა გენეტიკურად თქვენს მეც და თქვენს მაყურებლებსაც აქვს და აი ამ მოთხოვნას როდესაც შეეხო, ნუ მოხდა ის რაც ხდება. 100,000 ადამიანი თუ დგას რუსთაველის გამზირზე, გვეცოტავება. მართლა დღეს მე მგონი ყველაზე მეტი იყო და ხვალ კიდევ უფრო მეტი იქნება. ვიზიონერი ამბობს რომ 200,000 იყო, ხო? ნუ მაგრამ ხელისუფლება რომ უნდათ ერქვათ იმ ხალხს არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის ეს მაინც არაა საკმარისი. ბევრზე ისეთ და ბევრს უსაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველები ვართ ჩვენი მინუსებით და პლუსებით. და რა თქმა უნდა არც მინუსებზე და არც პლუსებზე ახლა არ ვისაუბრებთ, ხო? მაგრამ ნუ ვიცით ეს ისეთ და ძირითადად მაინც. დეკემბრის თვეში, როდესაც ეს ხდება, ეს ნიშნავს, რომ მანამ მოხდება, სანამ შედეგი არ დადგება. შეუძლებელია სხვანაირად და მისასალმებელია, რომ ყველასი ძალისხმევით, ყველასი, ამ ყველაში ყველას გულისხმობ, ყველა პროფესიის ადამიანს. აქვს ინჟინერსაც, ჟურნალისტსაც, პოლიტიკოსაც, რომ გახდა შესაძლებელი, რომ ამ საპროტესტო მოძრაობას არ დაეკარგა სამოქალაქო საზოგადოების, ფართო გაგებით სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდული სული და სულისკვეთება. აი ეს შეიძლებოდა დაკარგული იყოს საწყის დღეებში. მე თუ რამეზე განვისტიდი და არ მომალავ მეგობრებს საწყის დღეებში, ივანიშვილის ხელისუფლების ბუნება ვიცოდი რა და ვიცით რა მისმა მოწინააღმდეგეებმა წლების განმავლობაში პირველი 5-6 დღე ნამდვილად განვიცდიდი, რომ ისეთი პროვოკაცია არ მოეწყო და საკუთარი თავი სხვაგვარად წარმოეჩინა ყასიდად. შეეწირა საკუთარი ეგრეთ წოდებული, არ ვიცი, რომელიმე თუნდაც რობოკოპი ან სპეცნაზელი და ამის საფუძველზე მე მას ყველაფერი ჩაეკეტა. კი, როდესაც 30-35-40 ადამიანი წინააღმდეგობას მას უწევდა აბსოლუტურად უცნობი ერთმანეთისთვის და ეროვნულ ინტერესს იცავდა, რა დაუდგებოდა წინ, ეხლა ივანიშვილის თავში ეს ვერ მოიხარშებოდა, რომ პროვოკაცია მოეწყო და სხვაგვარად წარმოჩინილიყო და ფეერვერკის მაგივრად, მაგალითად, რომელიმე პროვოკატორს სხვა რამე დაეჭირა ხელში ნიღბიანს, რომელსაც ვერასოდეს ვერ გავიგებდით ვინ იყო. წარმოვიდგინეთ ერთი წამით. მაგრამ არ დაუშვა ივანიშვილმა რომ შეიძლებოდა ეს პროტესტი ყოფილიყო განზობადი და პრაქტიკულად მუდმივი. და 25 დღე არ დაუშვა, მე კი მჯერა. კი, არ მინდა აპლომბით დათქვამად გამომივიდეს, მაგრამ მე მჯერა ივანიშვილს რომ დაეჯერებინა და ის რომ დარწმუნებულიყო რომ ეს პროტესტი იქნებოდა ხანგრძლივი არა, მუდმივი, სანამ შედეგი არ დადგებოდა, აი რეტროსპექტივაში დარწმუნებული რომ ის ნანობს. წარმოიდგინეთ იმიტომ რომ ასეთი ვერაგი ხელისუფალი ეგრეთ წოდებული ყველაფერზე იქნებოდა წამსვლელი და საკუთარ ერთ მორჩილ ადამიანს შეწირავდა მე-5-მე-4 დღეს და ამას დააბრალებდა მე ყველას ვისაც დაჭირდებოდა თქვენს მეც და ნებისმიერ ახლა მოქალაქეს და საფუძველ შეიქმნიდა რომ სახლებში და ოჯახებში და ტელევიზიებში და პარტიულ ოფისებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში და საავადმყოფოებში არ ვიცი ყველგან შევარდნილი იყვნენ და ასე ჩაეხშოთ საპროტესტო მოძრაობა და დასავლეთსაც ეტყოდნენ რომ ნახეთ ეხა იქ შეერაღებული ხალხი არის.
არ დაგიმალავთ, ეხლა ამაზე მე შემილია ეს ამას უზიარებდი ჩემს ყველა მეგობარს და ჩვენ უზიარებდით და მე მარტო არ ვიყავი ამ პოზიციაზე, მაგრამ ეს საფრთხე ჩვენ გავანეიტრალეთ მადლობა ღმერთს. და აი ესეთი მშვიდობიანი, მტკიცე, ურყევი და ხალხმრავალი პროტესტი აღმოჩნდა ყველაზე ძლიერი და ყველაზე დიდი დისკომფორტი შექმნილი ივანიშვილისთვის. ხო, ალბათ ძალიან ძნელად ახლა არ მაქვს ეს მონები და 24 დღისა და ღამის განმავლობაში ადამიანებს შეეძლოთ ახლა არ მაქვს ეს უზიარებ თქვენს მაყურებელსაც არ ვიცი ბევრი მათგანი ალბათ დამეთანხმება შეიძლება სხვა ახლა არ მაქვს ეს ჭმუნვა მაგრამ მქონდა ოდესაც ჩემთვისაც უცნობი აბსოლუტურად უცნობი გასაგებია პატრიოტიზმით ანთებული ადამიანი პროტესტს გამოთქვამდა და რაღაცა ფეერვერკით მოკლედ პროტესტს გამოთქვამდა მე ხო არ ვიცი თქვენ ხო არ ვიცოდეთ იმ 40 ნიღბიან ადამიანს შორის ვინ იქნებოდა შემოგზავნილი ვინ იქნებოდა პროვოკატორი რომ რამე სხვა არ დაეჭირა ხელში ამიტომ ეხლა ასეთი კი ამაზე მაგრამ არ დაეჭირა როდესაც ასეთი მშვიდობიანი რისი თქმა მინდა როდესაც ასეთი მშვიდობიანი პროტესტი არის არაძალადობრივი თლიანად არაძალადობრივი პროტესტია ხალხმრავალი და კიდევ უფრო და უფრო მზარდი ხდება სიმრავლის თვალსაზრისით ეს საფრთხე თლიანად განეიტრალებულია და კიდევ ერთხელ ვამბობ აღმოჩნდა ყველაზე ძლიერი და დიდი დისკომფორტის შემქმნელი ივანიშვილისთვის და წახალისება ხდება აი ამ არაძალადობრივი პროტესტის განვითარების. ხო, თუმცა თავის მხრივ ივანიშვილიც ახალისებს, ჯალათებს, სადისტებს და ჩვენ ვნახეთ, მე მაგალითად მჯერა დღეს იმიტომაც იყო, კიდევ აი ამდენი დღის შემდეგ უცბად რომ აღმოვაჩინეთ ამდენი ადამიანი ქუჩაში, რომ საქართველო ჩავარდა შოკში, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ამ ჯალათებს, სადისტებს რომლებმაც ჩვენი შვილები ასისხლიანეს, დაიჭირეს, დაასახიჩრეს, აწამეს, სანქციები დაედოთ და ამის საპასუხოდ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მათ უნდა გადასცენ ჯილდოები, ორდენებით უნდა დააჯილდოონ. ამაზე დიდი შეურაცხყოფა, რა შეიძლება ამ ქვეყანას მიაყენოს კაცმა ან კაცების ჯგუფმა, რომლებიც ჯერჯერობით მომსხდარები არიან ქვეყნის სათავეში, მე ვერ წარმომიდგენ და პლუს ამისა ამ ხალხს ვინც დაასანქცირეს ეუბნებია რომ თქვენ არ ინერვიულოთ ფულს მე გადაგიხდი ოღონდ ჩემი ჯიბიდან კი არა ბიუჯეტიდან ანუ ხალხს შვილები უცემეს დაუჭირეს დაუსისხლიანეს უწამეს და ეხლა ამ ხალხს უნდა გადაახტევინონ მათთვის ისევ ფული მწამებლებისთვის ეს რა მოცემულობა ამას არ გაატარებს ეს ქვეყანა შეიძლება გითხრათ ჩემი ახსნა ჩემი წვენა ასეთია მას შემდეგ რაც სასანქციო პოლიტიკა დასავლეთის მხრიდან ამოქმედდა ივანიშვილის პოლიტიკური ელიტისა და ძალოვანი ელიტის წარმომადგენლების წინააღმდეგ და ამოქმედდება დარწმუნებული ვარ ივანიშვილის ფინანსური ელიტის წარმომადგენლების წინააღმდეგაც უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, მას მოუწია აი მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, რაც გადადგა, ერთის მხრივ თქვა, რომ მოკლედ ღირსების ორდენით დავაჯილდოებ, მეორეს მხრივ იმ დღესვე ირანის ელჩი შეახვედრა, რაღაცა შეხვედრა. ირანის ელჩი შეახვედრა გომელაური და მესამე, რაც თქვა, რომ ბიუჯეტზე რა თქვენ ახსენეთ, ბიუჯეტიდან დაფინანსდება ვახტანგ გომელაურისთვის მიყენებული ფინანსური რაღაცა ანუ მე შენი შვილები ვცემე დავასისხლიანე და ისევ შენი პულით მე უნდა ამინახო ერთი გასაგებია ცხადია ხო ნუ ყველაზე კორუმპირებული ამ ქვეყანას აწყოლია ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება რომელიც ისედაც თქვენს ყარავს ფულს და ახლა უბრალოდ ლეგალურად ამბობს რომ თქვენსგან ამოღებულ ფულს რომელიც მე გადასახადების სახით ბიუჯეტში მიიქცევა იქიდან ეხა გომელაურს მიცემ, იმიტომ რომ ფინანსური სანქცია მას მიაყენებს დიდ ზიანს ფინანსურს. ჯერთვის რა ფინანსური დიდი ზიანი უნდა მიადგეს გომელაურს, რომელსაც არ ვიცი ეხა, ხო, თავის მოპარული რაღაცა ავლადიდება, ალბათ ბევრ სხვა ადამიანზე იქნება გადაფორმებული. რატომ თქვა ეს? რატომ? იმიტომ რომ მე ვახსენებ ბიუროკრატი, ანუ ძალოვანი და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს დასავლეთის სანქციის სუსხავი ხელი უკვე სასანქციო პოლიტიკის შეეხო. მაგრამ ჯერ არ შეხებია ფინანსური ელიტის წარმომადგენლებს ივანიშვილის, ვინც უფინანსებს რეჟიმს ივანიშვილს, ვინც
ძალადობას ახალისებს და აფინანსებს. ეს გარდაუვალია, ისინი იქნებიან დასანქცირებულები. არ ვიცი, ვინ არის ეს, ვინ იქნება, პირობითად ვამბობ. ხო, პირობითად კრებსითი ფხაკაძეები, ძმები და სხვები, ხო, არ ვიცი, ვინ იქნება, მაგრამ რო იქნებიან, ვიცი. მათთვის ეს არის სერიოზული დარტყმა. ფინანსური სანქცია პირობითად ხა ძმები ხაკაძეებისთვის არის მომაკვდინებელი. ბევრი თვალსაზრისით, ხო? ამიტომ არ არიან მხოლოდ არა, პირობითად ვამბობ, კრებსითი სახელი ბევრი არის, ბერლინები, ტენდერზე გამოყვებილი ხალხი წლების განმავლობაში, ხო? 7, 8, 10, 15 ადამიანი. მათ გასაგონად თქვა ივანიშვილმა, რომ შენი ფინანსური ათქმები და კობახიძეს ინდუსტრია თუ ჩამოგენგრა ჩემს გამო, არ ინერვიულო. მე აი აგერ უკვე კობახიძეს ვათქმევიებ იმას, რაც ათქმევინა. ბიუჯეტიდან აბსოლუტურად დაუფარავად, შენ ზიანს დაგიფარავ, მიყენებულ ზიანს. ნუ ერთია რა თქვა და მეორეა რა მოხდება. მოხდება ის, რაც ადვილად პროგნოზირებადია უკვე. რა? ამ ხელისუფლებას მოუწევს ახალი არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. მოუწევს, შეუძლებელი არის რამდენი ხანის დაჭირდება, იმდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი. რაც ხდება არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში და სხვაგან. შეუძლებელია სხვა შედეგით დასრულდეს დისფუნქციურია ეს დე ფაქტო ხელისუფლებაც კი. როდესაც არ ვიცი საყოველთაო აღწერას ახორციელებს ხელისუფლების სახელით, არ ვიცი 1000-ობით ადამიანი და ვერ აღწერეს რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და ბრიფინგი ჩატარება მოუწია იმ უწყების ხელმძღვანელს და ქარდები გამოდეს სოციალურ ქსელში რომ კარები გაუღეთ აღწერსო არ უღებს ხო არ ემორჩილება არ უღებს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ წეგან გავიხსენე დათო დოიაშვილთან საუბრისას ნანა ჯანელიძემ თქვა ჩემს ეთერში ეს კაკუნიო დღეს რაც ისმისო კარებებზე კაკუნიო ძალიან წააგავს იმ ბნელი საბჭოთა რეპრესიების პერიოდის კაკუნს ანუ რისი მომსწრენი გახდნენ ადამიანები დარბევების დაჭერების კარებზე კაკუნის სახლებში შევარდნა ეს არის ადამიანების რეაქცია და ეს ადამიანები ამას არ გაატარებენ თუ კი რაიმე მასწავლა ჩემმა პროფესიულმა გამოცდილებამ ამას არ გაატარებენ კი ბატონო არ ვარატა და რაც თქვენ როგორც ეგრეთ წოდებულ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხდის თლიანად დისფუნქციურს ისევე როგორც ახლა არ უმალო პატრულის თანამშრომელი როდესაც ხდება ქუჩაში თუ მაგ შესაძლებლობა და მანქანით გვერდით სუქრიშანზე ამოუდევ შუშას წევ და ვეკითხები ამართლებს თუ არა წამებას მორალურად განადგურებულებას ანუ აი ბევრი ვერ პასუხობს ბევრი მაგ აი ამ იშტაზე ამ ხასიათში ვარ რომ ნებისმიერი პატრულის თანამშრომელი რომელიც ქუჩაში შემხვდება გავაჩერო და კითხვა დავუსვა და ამას აკეთებს დარწმუნებული ვარ უამრავი ადამიანი უამრავი ადამიანი ხვალზე მეც და ბევრ ადამიანს მართლა რომ დამჭირდეს პოლიციური რა ვიცი დახმარება ოჯახში მე მას არ დავურეკავ იმიტომ ის არის რეჟიმის სამსახურში როდესაც 300-მდე ადამიანი მინივენში აწამეს და თქვენი გადაცემების ტელეკომპანიის გადაცემების და სხვა არხების გადაცემების სტუმრები ყოფილან და ხა ერთმანეთისგან აბსოლუტურად ფალკი ადამიანებმა ხო ანუ უცნობა ადამიანებმა იდენტური ისტორიები მოყვნენ როგორ აწამა 20-25 წამი რო გრძელდება ცემატყეპა ის არის მტკინვეული და ეხლა წამოდი 20-25 წუთი რო გრძელდება ცემა ეს არ არის ცემა ეს არის წამება 20 კაცი ურთხავს ერთ ადამიანს ეს არის მართლა წამება რა მართლა წამება უბრალოდ იშველოდა თორდესაც 2-3 ხელი და ფეხი რომ მოხდებოდათ მე სახეები უბუჟდებოდათ და ყველა ვეღარ ძუდნენ ამ ტკივს და გული მისდიოდა ზედ რუსთაველის გამზირზე ხდებოდა ეს ყველაფერი ქაშვეთის ეკლესიის გვერდით იდგა აბსოლუტურად ნიშნის გარეშე რაღაცა მინივენი სადაც ეს ხდებოდა ხო ეს მოხდა და ეხლა ვიღაცას თუ აქვს იმისი მოლოდინი რომ აქ განმეორდება ბელორუსიის სცენარი რომ იქ ჩაკლეს როცა იქ ჩაკლეს ეს მუხტი აქ ვერ განმეორდება ბევრი მიზეზის გამო და ერთს დავასახელებ იმიტომ რომ ბელორუსიაში ხო ეხლა საბჭოთა წყობის გარეშე ჩვენს ანუ აი არაჩვეულებრივ რა ვიცი ბელორუსელ ხალხს ხო
ანუ არ უცხოვრია. თავისუფლების ჰაერი არასოდეს არ ჩაუყლაპავს. მათთვის არასოდეს არ ყოფილა იდენტობა თავისუფლება და თავისუფლებისთვის ბრძოლა მით უმეტეს. განსხვავებით ჩვენთვის. ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ ყველაზე ძვირფას ღირებულს შეეხო ბიძინა ივანიშვილი. შეეხო იმ მოთხოვნას, რომელიც გინდა არ გინდა ყველას აქვს, იყოს თავისუფალი და ეს რაღაცა დეტერმინირებული მოთხოვნა, გენეტიკურად დეტერმინირებული მოთხოვნა არის ის მოთხოვნა, თუ ამ მოთხოვნაში მეცილები შენ და ზღუდავ, ვაკეთებ იმას, რასაც აკეთებს ახლა მთელი საქართველო. სხვა შორის ამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამავე გადაწყვეტილებით იგივე ჯილდოების გადაცემა, ფინანსური კომპენსაცია დასანქცირებულებს, ეს იმას ნიშნავს, პრემიერად წოდებული რო გამოდის, რომ ეს ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი ინაწილებს პასუხისმგებლობას, მათ შორის მაგნიცკის სიარას ნიშნავს, ამას მე მგონი ბევრი განმარტება აღარ ჭირდება და სანქციების. ნიკა, დღეს იყავით თქვენ პრეზიდენტთან, მან თქვა მერე ბრიფინგზე თქვენთან შეხვედრის შემდეგ, რომ იწყება ახალი უფრო სწრაფი ფაზა შეტევის და უნდა დაინიშნოს არჩევნები. დანონსა, რომ ხვალ 21 საათზე მეც ვიქნებიო პარლამენტთან. შეგიძლიათ მოგვიყვეთ რაზე ისაუბრეთ პრეზიდენტთან და რა არის გეგმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან თქვენი საუბრის შემდეგ შეგიძლიათ ახლა ჩვენს მაყურებელს რაღაც დეტალები მოუყვეთ, რომელიც მიგვიყვანს ახალ არჩევნებში. ალბათ იცით, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა როგორც პოლიტიკური კოალიციების წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორების სახელით ამ შეხვედრაზე, კონკრეტულ შეხვედრაზე მე ვიყავი და სხვა კოალიციების წარმომადგენლები და საზოგადოებრივი სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები. და თავისთავად ეს არის ის ძალა, რაც მართალი ძალაა, რაც ზოგადად ამ ძალის დამარცხებელი არ დაბადებულა არც ერთი ხელისუფლება, რაღაც სიტუაციურად შეიძლება გაჯობოს, მაგრამ გრძელვადიან ბრძოლაში გამორიცხულია დაგამარცხოს და ეს გრძელვადიანი ბრძოლა უკვე ეშხია შესული და რაღაც ფინიშის სტორს ვართ. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი ქალბატონი ცდილობს, ეხლა ვაირაშტაბეჭირებას რჩება, რომ უახლოეს პერიოდში, ალბათ დღეების საკითხია, ხვალზე, დღესაც ალბათ, ვიდრე ჩვენ საუბრობთ, ის ამით არის ალბათ დაკავებული, შეეხმიანოს ყველა მის კოლეგას დასავლეთში. და ეუთო ოდირის დასკვნის შემაჯამებელი დასკვნის შემდეგ, რაც ამბობს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტთან შესაბამისობაში არ ჩატარებულა, ეს ზოგადად ნათქვამია, მაგრამ დაწერილია ბევრად უფრო მძაფრად. აი ამის შემდეგ რეალობა დადგა ახალი და ვფიქრობ, რომ ყველა დემოკრატიული ხელისუფლების მეთაურმა, წარმომადგენელმა თავისი პოზიცია დასავლეთიდან უნდა დააფიქსიროს ქართველების გასაგონად, რომ ისინი უკვე ემხრობიან და გმობენ ახალ არჩევნებს და გმობენ ჩატარებულ არჩევნებს ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ძალადობას მოხდეს მათი როგორც იგივე სალომე ზურაბიშვილმა თქვა მე მზად ვარ შევხვდე ბიძინა ივანიშვილის ახალი არჩევნების აი ხა თქვენ რო წაიკითხეთ თაობაზე სალაპარაკო გავიხსენოთ მაკრონის ჯო ვილსონთან ივანიშვილთან ეს ქვეყნების სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ამ საუბრის შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება ამ გეგმით ხელმძღვანელობს ზურაბიშვილი და აი ჯო ვილსონთან მისი საუბარი შეხვედრის შემდეგ უკვე ამას მოწმობს და ამას აგრძელებს დარწმუნებული ვარ მეც და ბევრი ადამიანი, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ ერთხმად უკვე თქვას, რომ საქართველოში როგორც სახელმწიფოში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, იმიტომ რომ ისინი არიან დაინტერესებულნი, რომ ამ ქვეყანაში ტირაჟირებდეს დემოკრატიული ფასეულობები და ღირებულებები, როდესაც ჩატარდა არჩევნები, რომელმაც არ გამოხატა ქართული ხალხის ნება და ეს დასტურდება ასობით ათასი ადამიანის მყარი პროტესტით ყოველდღიურად ქუჩებში, და არა მარტო თბილისის, ერთადერთი გამოსავალია, რომ ჩაინიშნოს არჩევნები ფინანსურ სანქციებთან ერთად და სხვა მძიმე სანქციებთან ერთად. მე რატომღაც ვჯერა, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ მოვისმენთ ბევრი ევროპელი და არა მხოლოდ ევროპელი ლიდერის კონკრეტულ გადაწყვეტილებას, თუ რას ფიქრობენ ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით და კერძოდ არჩევნებთან დაკავშირებით. პარალელურად ჩვენ უნდა ხვალ 9 საათზე და ვისარგებლოთ თქვენი შემთხვევით მეც და ალბათ ბევრმა იცის, მაგრამ თუ შეიძლება თუნდაც 10 ადამიანმა თუ დღემდე ამ წუთის ზომარობით ვერ გაიგოს, ხვალ 9 საათზე
ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ. ჯერ რომ არ ყოფილ ვართ 28 ნოემბრის შემდეგ იმდენი უნდა ვიყოთ განსაკუთრებით რუსთაველის გამზირზე, სადაც ხალბატონი ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს დემონსტრანტებს. დემონსტრანტებს არა, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, ამ ქვეყნის პატრიოტებს. და მნიშვნელოვანია რომ სოფლიომ დაინახოს ზღვა რაოდენობის ადამიანი და დაყენებულ მოთხოვნასთან ერთად აი ეს მიზანსცენას დაინახოს. აი ბრიუსელში რო ვარ ბიუროკრატი და სტრასბურგში და ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესმენი თუ სენატორი თუ ავიცი დეპარტამენტის თანამშრომელი გავლენიანი ბიუროკრატი მე ხედავდე რომ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებას ზურგს უმაგრებს ასობით ათასი ადამიანი ქვეყნის მთავარ გამზირზე და ეს ხვალ ჩვენ შეგვიძლია ხვალ 9 საათზე მოკლედ ვიკრიბებით ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ. არ არის ჩვეულებრივი დღე, არ არის ორდინალურად გადაწყვეტილებული სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ხვალის გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე სიტყვით. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. აი თავისუფლების მოედანიც და არ ვიცი რედისონამდე იქნება თუ სავსე უნდა ვიყოთ. იმაზე მეტი ვიდრე ყოფილვართ. და ამ ყველაფერს რომ იმიტომ რომ წავიდეთ არსებობს ახლა ევროპელი, ამერიკელი, ბევრი პოლიტიკოსი, რომელმაც უკვე პოზიცია მკვეთრა დააფიქსირა ხალხის სასარგებლოდ, არ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც მერყეობენ ჯერ კიდევ, ну ყოველ შემთხვევაში ეს მათი მერყეობა დროს წელავს. და საჭიროა რომ რასაც ხალბატონი ზურაბიშვილი ამბობს, რასაც სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაცია მტკიცებულებების სახით ამბობს, ეს გაჯერებული და გამყარებული იყოს ხალხის რაოდენობა. მადლობა. ეს მუშაობს. ეს აი სურათი, ეს ვიდეო 15-20 წამიანი, რომელიც სხვადასხვა პლატფორმებზე ვრცელდება, არის სწრაფად მიღების მექანიზმი ჩვენთვის დასავლეთში, გადაწყვეტილებების. ამიტომ ხვალ 9 საათზე ну ყველანი არა, ყველანი უნდა ვიყოთ, კვირა დღე არის და 1 საათით ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ გამოსულები რუსთაველის. გეთანხმებით, მადლობა. დიდი მადლობა თქვენ და მადლობა, წარმატება მინდა გისურვოთ, ანუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რადგან თქვით, რომ უახლოეს დღეებში იქნება პრეზიდენტი დაკავებული სხვა ქვეყნების ლიდერებთან საუბრები და გავლენიან პოლიტიკოსებთან, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია სწორედ ისინი აღმოჩნდნენ როგორც მედიატორები ახალი არჩევნების ჩასანიშნად წამოიყვანონ შემხვედრ წინადადებაზე რეჟიმი. ერთადერთი ხელმოსაჭიდი კიდევ ერთი სიმართლე ვთქვათ, ვიდრე არის თავარი ხელმოსაჭიდი პოტენციური თეორიული ეგულებოდა ივანიშვილის ყობახიძეს ვინც არიან იქ ეუთოდირის დასკვნა. არასუტულად ვარაუდობდნენ, იმედოვნებდნენ, იქნებ იქ რაღაცა სტრიქონებს შორის რაღაცა ამოვიკითხეს. ვერაფერი ვერ ამოვიკითხეს. ხო, რაც არ უნდა თავისი ვერაფერი ვერ ამოვიკითხეს. ის რასაც ვერ ახსენეთ, რასაც საუბრობენ, ნუ ეხა ხო გამოვლენ და ამბობენ, რომ იტალიელებმა, რუმინელებმა და ესპანელებმა ერთი თქოს. და ამას ბრიფინგზე პირდაპირ ეთერში ამბობს და მე იტალიელი, რუმინელის და ესპანელის გამოდის და ამბობს, რომ ეს არის ტყვილი და ამის შემდეგ კიდევ გამოდის ყობახიძე და ამბობს, რომ იტალიელმა, რუმინელმა და ესპანელმა თავისი პოზიცია იმიტომ გარდაქმნეს, რომ შანტაჟ დაექემდებარაო. ჯერ იყო ომი, გლობალური ომის პარტია, მერე იყო ლიბერალური ფაშიზმი. ხო, ახლა არის რაღაცა რას ეძახიან deep state, ხო? ანუ ენას ძვალი არ აქვს. კიდე მანამდე სულ ნაციონალ-მოძრაობა და ეხლა რომ ძალა აღარ აქვს, უბრალოდ ვერავისთვის საფრთხობელა ვეღარ არის, ხო? მერე მოიფორეს გლობალური ომის პარტია, კიდევ ერთხელ მეორე რაღაცა ლიბერალური ფაშიზმი და ეხლა deep state. ანუ მისი ყოველი სიტყვა არის ტყვილი და ამ ქვეყანაში პრორუსულობა რო გვერდზე გადავდოთ ინგა, აი ესეთი მუდმივი ტყვილი უბრალოდ მორალურად ხრწნის საზოგადოებას. ტყუილ მართალი როდესაც ირევ, ანუ დედები და მამები ინვესტიციას დებენ ემოციურს, ფინანსურს, დროის, ყველანაირს შვილებში, რომ შვილები აღზარდონ კეთილშობილურად, ზნეობრივად, მორალურად, ხო, პატრიოტია, ხო? მაგრამ როდესაც ხელისუფალი 24 საათის განმავლობაში საარაკუთყულს მეუბნება, კაცო. მარტო ამიტომ აღარ უნდა იყოს ის, არც დე-ფაქტო და არც დე-იურე ხელისუფალი ჩემი და თქვენი და ასეც იქნება. დიდი მადლობა. შევხვდებით ხვალ რუსთაველზე, ნიკა მელია, რა თქმა